ანუ დღეს ახლა რა მოცემულობაა საზოგადოება მიდის, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ აი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე. დღეს არის ესეთი მოცემულობა, რომ ხელისუფლება აგერ გუშინაც და რა ვიცი, ამ ხნის განმავლობაში გვეუბნება, რომ მას აქვს პერსპექტივები და მიზან სწრაფულად მიდის მაგალითად ქვეყნის ეკონომიური განვითარებისაკენ, მაგალითად შვიდობის შენარჩუნებისაკენ და თან ამის გზებს გვისახავს, ხო, გვეუბნება, რომ აი ამდაგვარად უნდა განვითაროთ ეკონომიკა, ამდაგვარად უნდა შევინარჩუნოთ შვიდობა, გარდა იმისა, რომ რაღაცა გავიძახით ევროპა, არსებობენ დიდი ქვეყნები და ასე შემდეგ, ვისთანაც უნდა ვითანამშრომლო, ვაჭრობა, ასე შემდეგ. ანუ ფაქტის ახეზია, მთავრობა რასაც ფიქრობს და რასაც აკეთებს, ამასაც ვხედავთ. ამ ყველაფერს ადასტურებენ ევროკავშირთან ასოცირებული გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციები. ანუ ევროკავშირის ელჩები და ისეთები ფეხებზე იკიდებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გამოქვეყნდა რამდენიმე კვლევა, სერიოზული კვლევები ეკონომიურ განვითარებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებები, მთავრობის რაღაცა ბიუჯეტის გამჭვირვალება, მთავრობასთან დაკავშირებით, თუ რაიმე მაგალითად სახელმწიფოში უნდა იყოს წარმატებული, ყველაფერში საქართველო არის რაღაცა ევროპის 5-ეულში, სოფლიოს 20-ეულში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რასაც გვეუბნებიან ხელისუფლებაში, ამას ადასტურებენ კიდევაც თქვათ ევროკავშირის კვლევითი ორგანიზაციები. ეხლა მეორე მხარეს ხელის გულზე რა გვიდევს და რას გვეუბნებიან. ესენი გვეუბნებიან, რომ ხალხო, ჩვენ არ მოგწონს ხელისუფლება, ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ არჩევნებში გავიმარჯვოთ, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ თქვენ მოგვეხმაროთ რევოლუციის მოხდენაში, ხელისუფლება ჩავიგდოთ ხელში და მერე ჩვენი მეგობრები გავლენიანი მეგობრებს რას ეძახიან, ჩვენი ევროპული მეგობრები დააჩქარებენ ჩვენს სწრაფას ევროკავშირში 2030 წლისთვის. ამას გველაპარაკებიან 2025 წელს. არავით არის გეგმა. რა გეგმა მარტივია. ანუ ერთადერთი რომ ჩვენ ყავს იცი რა, გავლენიანი მეგობრები ევროკავშირში და თქვენ უნდა მოგვეხმაროთ, რომ მე ამას მართონ ქვეყანა. ეს არის განსხვავება და აი ამ ორ მოცემულობას შორის არჩევანის გაკეთება, მე არ ვიცი რომ რაღაცა სირთულეს წარმოადგენს.